მეგობრებო, მოგესალმებით. მოდი ახლა განვიხილოთ ჩვენი ყოველდღიური ქცევები და მოქმედებები, ხო, როგორ ვიქცევით და გავიაზროთ თითქოს და ადვილი ძალიან მარტივად გასაგები თეორიულად პროცესი თუ რა ხდება ჩვენს გონებაში ნეირონული კავშირების დონეზე. ანუ ჩვენ როდესაც ყოველდღე გარკვეულწილად ვმოქმედებთ ძირითადად ერთი და იგივე რაღაცებს ვაკეთებთ. ერთი და იგივე გზებით მოძრაობთ, ერთი და იგივე რიტუალებს ვასრულებთ, ერთი და იგივე ადგილებში დავდივართ, ერთი და იგივე ადამიანებს ხვდებით. ძირითადად ესეა. და ეს ჩვენს გონებაში ნეირონული კავშირების დონეზე რო ავიღოთ, როდესაც მე გარკვეულწილად რაღაცა ერთი და იგივე რაღაცებს ვაკეთებ ჩემ ცხოვრებაში, ჩემს გონებაში იკვალება ნეირონული კავშირების პატარა ბილიკი. თუ ამას მე ყოველდღე ვაკეთებ და ხშირად ვაკეთებ, როგორც არის მაგალითად სიგარეტის მოწევა, სამსახურში სიარული ერთი გზით, ერთი და იგივე ადამიანებთან შეხვედრა და ასე შემდეგ, ეს პატარა ბილიკი თავის პატარა ნეირონული კავშირებით ხდება უკვე ჩვენი გზა. ანუ თითქოს და ჩვენი პატარა მე ამ გზაზე ყოველდღე დადის. ეხლა უყურეთ რა ხდება, ანუ ეს გონებისთვის ჩვეული გზა არის და შეიძლება ეს ტკივილზეც გადიოდეს და საერთოდ არ მოგწონდეს, თუნდაც ის სამსახურში სიარული, სიგარეტის მოწევა და იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვისთანაც ყოველდღე ხვდებით, თუმცა ეს უკვე გახდა ჩვენი ჩვეული ტკივილი, ჩვეული ტიპური ცხოვრება და გონებისთვის ხდება ადვილი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ტკივილს აყენებდეს, ჩვეული ტკივილი მაინც ყოველთვის ჩვეულია. ვიცით ხო, ანდაზა მიჩვეულს ნუ გადააჩვევ და გადაჩვეულს ნუ მიაჩვევ. ხო და ზუსტად ესეა ნამდვილად. ხა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც ჩვენ მივდივართ იგივე ტიპის გზაზე ყოველდღე და არის რაღაცები მოდის ჩვენს თავში, რეალურად ჩვენი ნამდვილი გამოძახილები, ჩვენი სულიერი მოთხოვნილებები, რომ გვინდა რაღაცები შევცვალოთ. ნუ ავიღოთ მაგალითი, გავიარეთ რაღაცა მერსედესის ცენტრთან და სულ გვინდა რომ შევიდეთ ამ მერსედესის ცენტრში და ერთ-ერთ მანქანაზე დავჯდეთ და გავატაროთ, ხო? ანუ ტესტ დრაივი გავიაროთ, რომ ვიგრძნოთ ეს მანქანა. თითქოს ჩვენი გამოძახილი სულის ამას გვეუბნება, რომ მიდი, შედი, მაგრამ იმ წუთასვე გონებაში ირთვება ბლოკი და გვეუბნება, რომ არა. ანუ ეს ისეთი ბლოკია, რომ ჩვენ რეალურად ვერც ვაცნობიერებთ, რომ ამ გონებისგან ვიმართებით. ეხლა მიკროსკოპულად რა ხდება გონებაში? ანუ მივდივარ ამ ბილიკზე, ნეირონულ კავშირზე და რეალურად მე თუ მოვინდომე მერსედესის ცენტრში შესვლა, ეს ნიშნავს, რომ ამ ბილიკიდან უნდა გადავხვიო. და გონებისთვის ეს ბილიკიდან გადახვევა ნიშნავს, რომ მე შევდივარ უღრან ტყეში. ანუ რეალურად გონება აღიქვავს სიახლეს მისთვის უცნობ უღრან ტყეს, რომელიც რეალურად საშიშროებით არის მოცული. ანუ ეგრევე ირთვება შიში, განგაში, რომ მე თუ ეხლა მერსედესის ცენტრში შევალ, რაღაცა დაინგრევა, რაღაც ცუდი მოხდება, რაღაცა მოლოდინია ისეთი, რომ არ გაგვიღებენ, არ მიგვიღებენ, შევრცხვებით, მერე რა იქნება, უამრავი დამბლოკავი აზრი მოდის ამ დროს თავში. და გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის შიშში წასვლა. ანუ სხვაგვარად ეს ბლოკები არ იხსნება. შიგნიდან აი დღეს მუშაობ რეალურად ძალიან ბევრ ესეთ ბლოკზე და პირდაპირ გაგებით
ან გავრბოდი, ან ბრძოლობდი ამ აზრთან. ბრძოლა ის იყო, რომ ნუ რაღაცებში არ ვეთანხმებოდი და ძალით მინდოდა, ასე ვთქვათ, რაღაცები გადამერწმუნებოდი. დღეს უბრალოდ შვიდობიანად ვბრძოლობ. რას ნიშნავს, რომ მე ამ აზრთან უბრალოდ ვიწყებ დგომას. ეს არ არის მარტივი ამბავი, დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ თეორიულად შეიძლება ადვილად ჟღერდეს, ნუ რა, გადავწყვიტე, გადაუხვიე, ვიმოქმედე განსხვავებულად. მაგრამ ყველაზე ერთი ჭკვიანი ადამიანის გამონათქვამია, რომ ყველაზე რთულია მოიქცე განსხვავებულად და 100% ვეთანხმები, იმიტომ რომ იმხელა უდიდესი წინააღმდეგობა ტალღის სახით რაღაცა ესე ჩვენ შიგნით გვეჭიდავება, რომ არ მოიქცეთ განსხვავებულად, ნუ აი მინიმალური ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ავიღეთ სიგარეტის დანებება, ხო? აი რაღაც თითქოს მეორე დღეს გადავწყვიტეთ, ხო? და დილას გვაგდებს ძალა საწოლიდან და პირველი რასაც ვაკეთებთ, მივდივარ და უკიდებს იღებ. ანუ თითქოს და ჩემი ცხოვრება უკვე თავში ვიღაცამ გადაწყვიტა. ეს არის რეალურად ეგოისტური გონების მართლობითი ფორმა, რომლითაც სამწუხაროდ თითქმის ყველანი ვიმართებით და ამის გამოსავალი არის უბრალოდ დაკვირვება, რა, დაკვირვება, აღმოჩენა, დარქმევა სახელის დანახვა და ამასთან დგომა. კი შიგნიდან ხურხარ, აი წარმოიდგინეთ, რომ ურჩხულს, ოღონდ ეს ურჩხული ზინამდვილეში ფიზიკური ძალა ამას არ გააჩნია, მოჩვენება, მაგრამ ნუ ისეთი მოჩვენებაა, რომ რეალურად გვაშინებს, ღრიალებს ჩვენს წინ და დიდია, საშიში ტიპია. თუმცა ამასთან უნდა ვისწავლოთ დგომა, გამოსავალი ეს არის რეალურად და გარკვეულწილად ძალას კარგავს, როდესაც ჩვენ ვდგევართ, ან არ გავრბივართ, არ ბრძოლობთ, არამედ ვდგევართ. ვდგევართ და ამაში იცლება, ამაში ეკარგება ძალა. და უკვე დავინახავთ, რომ გვაქვს უკვე გარკვეული ძალა, თუ ღმერთს მოვიხმარებთ ამ მომენტში ყველაზე საუკეთესო საშუალება, ლოცვის საშუალებით, თუნდაც უბრალოდ საუბრის, რომ ღმერთო მომიცით ძალა, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა და უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი. უნდა ავდგე და შევიდე მერსედესის ცენტრში. სხვა გამოსავალი არ არის. კი, ცეცხლი მეკიდება, კი, სირცხვილს განვიცდი, კი შეფასების შიში შემოვა, მაგრამ გამოსავალი ეს არის. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ეს წინააღმდეგობა უკვე ძალას კარგავს და იგივე პრინციპს ასევე ვიყენებთ სხვა დაბრკოლებებში. ეს არის მოკლედ, მადლობა რომ ისმენდით, მიყვარხართ ყველანი.